საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი დავით ბაქრაძემ ამჯერად ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარ კანონის ცვლილებებში ახალგაზრდებიც ერკვეოდნენ. სტუდენტებთან საუბრისას ბაქრაძემ ახალი პროექტის უპირატესობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს როლის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. კონსტიტუციის საჯარო განხილვის კომისია დღეს განმავლობაში 4 შეხვედრას გამართავს. ზოგადად კი კომისიის წევრები და ხელმძღვანელები ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული უმცირესობის აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მოსაზრებებსაც მოისმენენ. ასეთი შეხვედრები, რომ აუცილებელია, ეს კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს. იყო რამდენიმე ისეთი რეკომენდაცია, მათ შორის თუნდაც კონკრეტულად კრიზისულ მდგომარეობაში უფლებამოსილებების გადანაწილებთან დაკავშირებით, რომელზეც აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას და ალბათ საბოლოო შედეგში უკვე ასახული იქნება ის დისკუსია, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე იყო. გორში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სახალხო განხილვა მოეწყო. განხილვის საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენლებთან ერთად გორში შეკრებილ საზოგადოებას კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო. ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, კონსტიტუციის მიმართ სხვა რეგიონების მსგავსად გორშიც ანალოგიური შენიშვნები გამოითქვა. შენიშვნები ძირითადად ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის საკითხს ეხებოდა. სახალხო განხილვები 24 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოითქვა მთელი რიგი მოსაზრებები და უნდა გითხრათ, რომ მოსაზრებები, რომელიც ემთხვევა ქუთაისში, ბათუმში გამოთქვამ მოსაზრებებს. საკითხები, რომელიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფის საკითხს, ორგანული კანონის ამოღების საკითხს, უნდობლობის კონსტრუქციულ ვოტუმს ეხება, ანუ დაახლოებით იგივე საკითხები, რომელიც ყველაზე მწვავედ განიხილებოდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. Ხადით მნიშვნელოვნად არის დაკნინებული პარლამენტის როლი, რაც ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოს ფუნქციიდან გამომდინარე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს ბევრად გაზრდილი და მას ჰქონდეს ისეთი ფუნქცია, რომ მთავრობა არ იყოს მასზე, ასე ვთქვათ, არ იყოს მთავრობაზე დამოკიდებული და პირიქით იყოს მთავრობა იყოს მის წინაშე ანგარიშვალდებული. აქვე არის საკითხები თვითმმართველობასთან მიმართებაში და ისეთი საკითხები, როგორიც არის ორგანული კანონის გაუქმება. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან 83 მილიონი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. ამ შეთანხმებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასიმ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს გორში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მუნიციპალური განვითარებისა და მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობით სოფლის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას, მათი საცხოვრებლის რეაბილიტაციასა და პირობების გაუმჯობესებას. ამ ხელშეკრულებით ჩვენ ვასრულებთ უკანასკნელ ნაწილს ომის შემდგომ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 1 მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში. ჩვენ დავეხმარებით ომის შედეგად ყველაზე დაზარალებულ მოსახლეობას, მათ ვინც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვერ ეხერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას და ვერ სარგებლობენ იმ ეკონომიკური ზრდის შედეგებით, რომელსაც საქართველო ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მიაღწია. ამ ეტაპზე დახმარებას 6000 ოჯახი მიიღებს. ეს არის ბოლო ტრანში, რომელიც გამოიყოფა, ის მიმართული იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. თუმცა ჩვენ ამავდროულად ვაგრძელებთ მუშაობას შეერთებულ შტატებთან და ბუნებრივია მათ დახმარება ნამდვილად არ შემოიფარგლება 1 მილიარდი დოლარით და 240 კოლექტიური ცენტრი შარშან გავარემონტეთ და კიდე დამატებით 240-მდე კოლექტიური ცენტრი გარემონტდება, სადაც ცხოვრობენ აფხაზეთიდან და სამომავლო მდევნილები, ის ნაწილი, რომელსაც ჯერ არ დავხმარებივართ. დაახლოებით 5 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება ეს თანხა და შესაბამისად პროექტებიც შედგება შესაბამისი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რაც რეგიონს აწუხებს, ალბათ თქვენიცით ეს არის ირიგაცია და კონკრეტულად ტელეფონზე დაიხარჯება დაახლოებით 10 მილიონი დოლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აბსოლუტურად დაულაგებს პრობლემებს იმ ადამიანებს, რომელიც ამ კუთხეში ცხოვრობენ. მე წყლის მომარაგებას და წყლის საკითხებს გულისხმობ. თეა თუთბერიძემ დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიების დაწყების მიზნით გენერალურ პროკურორ ზურაბ ბადეიშვილს განცხადებით მიმართა. თავისუფლების ინსტიტუტის წევრი განათლების მინისტრ სამინისტროს 2009-2010 წლების საფინანსო დოკუმენტაციის განგებ დამალვაში ადანაშაულებს. თეა თუთბერიძემ განათლების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით 23 ივლისს მიმართა. მისი თქმით, განათლების სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავდა. სამინისტროდან კონკრეტული პასუხი თუ გასცემდა, არ გასცემდა ამ საჯარო ინფორმაციას, ამავდროულად დედანში გავგვაცნობდა
ამ მოთხოვნილ დოკუმენტაციას თუ არ გასცემდა, ამის თაობაზე კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. იყო მხოლოდ ზეპირი პასუხი თითქოს ეს დოკუმენტაცია გაიტანა პროკურატურამ და კონტროლის პალატამ, თუმცა ჩვენ გადავიმოწმეთ ოფიციალურად ეს ინფორმაცია და კონტროლის პალატისა და პროკურატურის მხრიდან ეს დოკუმენტები გატანილი არ იქნა. დიმიტრი შაშკინმა ჯერჯერობით დაუდგენელ პირთა თანამონაწილეობით ჩაიდინა სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტაციის საჯარო ინფორმაციის გაცნობაზე განცხადებელ პირთაგან გადამალვა პირადი ინტერესებით, რათა არ გაემჟღავნებინა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სამინისტროს საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიური საქმიანობის ამსახველი ფაქტები და გარემოებები. ლეიბორისტები პურზე ფასების მატებას ცალკეული პურის მწარმოებელი კომპანიების მონოპოლიით ხსნიან. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ერთ-ერთი ასეთი კომპანია კოლხია, რომლის მფლობელიც არჩილ გეგენავა. მისივე თქმით, ხორბლის ფასის შესანარჩუნებლად საჭიროა დაიშალოს მონოპოლიები და შეიქმნას ხორბლის სტრატეგიული მარაგი, რომელიც კრიზისულ პერიოდში პურზე ფასების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური მდგომარეობის პირობებში კვლავ გრძელდება პურზე ფასის ზრდა, რომელიც გაღარიბებული მოსახლეობისათვის წარმოადგენს საცოცხლო მნიშვნელობის უმთავრეს პროდუქტს. რაც გამოწვეულია ამ სფეროში სახელისუფლო ბიზნეს მონოპოლისტი ბანდიტების მოქმედებით. კერძოდ, ერთ-ერთი მსხვილი პურის მწარმოებელი კომპანია კოლხი ეკუთვნის პარლამენტის ნაციონალ წევრს, დაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, სააკაშვილის კარის ბიზნესმენ არჩილ გეგენავას, რომლის კომპანიაც განსაზღვრავს ბაზარზე პურის ფასის გაძვირებას. თბილისის მერი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს საქმიან ქალთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. გიგი უგულავამ ქალბატონების დასაქმებაზე და მათთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნაზე ისაუბრა. გიორგი ცხაკაია კი ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად ახალი საგადასახადო კოდექსი განიხილა. თავის მხრივ საქართველოს საქმიან ქალთა ასოციაციის წევრებმა ერთობლივი პროექტების იდეები და გეგმები წარმოადგინეს. როდესაც ვლაპარაკობთ სამუშაო ადგილების შექმნაზე, ერთადერთი სფერო, სადაც შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას, არის ბუნებრივია კერძო სფერო. კერძო სფეროს სახელმწიფოსთან უნდა ქონდეს მინიმალური შეხება და ამას არეგულირებს კანონი და საგადასახადო კოდექსი ამ თვალსაზრისით არის ყველაზე მთავარი. რა თქმა უნდა, იქ არის შრომის კოდექსი, იქ არის სხვადასხვა მნიშვნელოვანი კანონები, მაგრამ მთავარი ისევ მეორებ, რა თქმა უნდა, არის საგადასახადო. მთავარი ინსტიტუტები, რაც შემოდის, ეს არის მიკროსაწარმო, ეს არის მცირე საწარმო, ეს არის ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ჩამოწერა, შესაძლებელი მარტივი ჩამოწერა, ეს არის წინასწარი გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი DGG-ების გაერთიანება, ეს არის ასევე DGG-ს არ გახდა საბაჟოზე, ვისაც 200,000-ზე მეტია გადახდილი უკვე ბიუჯეტში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ საქმიანი ქალთა ასოციაცია, რომელსაც ძალიან დიდი გეგმები აქვს, რაღაცა უკვე შეგვიძლია ვიგულისხმოთ ბატონი გიგის პატრონაჟის ქვეშ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემები განიხილება მათთან ერთად. და მე იმედი მაქვს, რომ მცირე საშუალო ბიზნეს, რომლებსაც ქალები აწარმოებენ საქართველოში, აუცილებლად ექნება რაღაცა ძალიან საინტერესო შეხვედრები და რაც თავარია შედეგი. დღეს საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია კავკასიაში 7 მაისს მომხდარ ინციდენტში ბრალდებული 8 პირის პროცესი განახლდა. რვავე განსასჯელს ბრალი ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეშლასა და ხულიგნობას შეედებათ. პროკურატურა განსასჯელების მიმართ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. დღეს სასამართლო პროცესის შედეგის გარეშე დასრულდა, რომელიც 30 აგვისტოს განახლდება. გავახმიანე კავკასიის თანამშრომელთა პოზიცია, კერძოდ დაზარალებულების დავით აკუბარდიას და გიორგი გეგეჭკორის პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ბრალდებას, რომელსაც ახორციელებენ პროკურორები, მოცემულ შემთხვევაში 8 ადამიანის მიმართ, რომლებიც პარტნიორობაში იმყოფებიან, ჩვენ არ უჭერთ მხარს, მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები დაკავებულები არიან უკანონოდ და უსაბუთებლად ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე და აქედან გამომდინარე ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ხოლო რეალურად ის ინციდენტი, რომელიც მოხდა კავკასიის გარეთ, კერძოდ თავდასხმა დავით აკუბარდიაზე და გიორგი გეგეჭკორზე, არავითარ შემთხვევაში გამოძიებული არ არის.